2 საათის წინ თბილისში ქალაქის მთავარი ნაძვისხე აინთო. პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს დედაქალაქის მერმა უმასპინძლა. სახელმწიფო სამზადისი დღეს პრემიერის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის, როგორ ხდება საქართველოს ახალ 2015 წელს. მარიკა, საღამო მშვიდობის, როგორც ხედავ, ღონისძიება მიმდინარეობს. შენგან არა მარტო განვითარებულ მოვლენებს, არამედ ის განმავლობაში რაც ნახე და შეგიძლია შეაფასო ველოდებით. დიახ, ირაკლი, საკმაოდ ამაღლებული განწყობაა რუსთაველის გამზირზე, ასევე ძველ თბილისში და მთელ ქალაქში. ზუსტად 19 საათზე დავით ნარმანიამ თოვლის ბაბუასთან, სანტა-კლაუსთან და აქ შეკრებილ ბავშვებთან ერთად აანთო ცენტრალური ნაძვისხე. სწორედ ამ ღონისძიებით დაიწყო უკვე ოფიციალური ნაწილი. ზუსტად 6 დღე რჩება 2015 წლის დადგომამდე. ნაძვისხის ანთების შემდეგ აქ რამდენიმე წუთიანი ფეერვერკი იყო, საკმაოდ შთამბეჭდავი და მასშტაბური ფეერვერკი, ხოლო შემდეგ უკვე საშობაო სიმღერები აჟღერდა. უკვე 2 საათია რაც ნაძვისხე აინთო, თუმცა რუსთაველის გამზირზე საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი. არა მხოლოდ აქ ამ ტერიტორიაზე პარლამენტის წინ, არამედ სხვა რამდენიმე ადგილასაც ძალიან მნიშვნელოვანი სახალხო ღონისძიებები გაიმართება. მთაწმინდის პარკი, რიხის პარკი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სხვა ტერიტორიები სულად იქნება დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. შეუძლიათ ბავშვებსაც, დედებსაც მოვიდნენ, გაერთონ, დრო გაატარონ, რათა 2015 წლის მოახლოება და შემდგომ უკვე შემოსვლა მათ ძალიან თბილად დაამახსოვრდეთ. შემადგენელ დღეს უგულოცავ მთელ საქართველოს მაცხოვრებელს, ყველა ერთ, ვისაც საქართველო უყვარს, დალოცული იყოს მშვიდობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული და მოშენება ქონებოება. წინა საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დღეს უკვე დილიდან მიმდინარეობს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოჯახთან ერთად დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილს მეგზურობა გაუწია დავით ნარმანიამ. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაპირველად ერეკლეს ქუჩაზე გაისეირნა, სადაც ნახა ნაძვისხეების ფესტივალი. ამის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი ოჯახთან ერთად მივიდა ევროპის მოედანზე და დაათვალიერა ის სცენა, სადაც 31 დეკემბერს გაიმართება ცენტრალური გალა კონცერტი, ხოლო ამის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა რიყის პარკში. იქ სხვადასხვა აქტივობებს დაათვალიერა, გაესაუბრა პატარებს და ასევე დაათვალიერა ის სახლები, სადაც იყიდება ქართული ნაწარმი. ქალაქის მერთან ერთად დავათვალიერე აქ მიმდინარე სამუშაოები. როგორც ნახეთ, ყველა ძალიან კარგ განწყობაზეა, ძალიან კარგი იდეები აქვს განხორციელებული. მე მინდა ყველას მიულოცო დამდეგი ახალი წელი და უსურვო ბედნიერება, სიხარული ყველა ოჯახს და უსურვო მშვიდობა, რაც თავარია. ეგეთი დღეობა ყველა ოჯახს. 31 დეკემბერს გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება ევროპის მოედანზე, 10 საათზე დაიწყება და ღამის 3 საათამდე გასტანს. ფეერვერკი ტრადიციულად ღამის 12 საათზე იქნება მრავალჯამი ერთთან ერთად. რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, დღეს დაიწყო და 7 იანვრამდე იქნება რიყის პარკში და სხვადასხვა ლოკაციებზე. წინა საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში გრძელდება. მე შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბრიდან მთაწმინდის პარკში უკვე პატარებს უმასპინძლებს თოვლის ბაბუა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დედაქალაქში იქნება ორი თოვლის ბაბუა, ერთი მთაწმინდის პარკში, ერთი კი რიყის პარკში. უკვე დღეიდან ელოდება ბავშვებს და მათ საჩუქრებს გადასცემს. დიდი მადლობა.